გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშვილთან და პირველი რაც მინდა გითხრათ და გთხოვოთ, არ დაიზაროთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი დვალიშვილთან, სადაც თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს, ექსკლუზიურ ინტერვიუს ნახავთ და რაც მთავარია, მოისმენთ საქმიან რჩევებს ამა თუ იმ მიმართულებაზე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი YouTube არხის გენერალური სპონსორია კომპანია Leader Sport-ი, სპონსორები არიან კომპანია ლაგი და ასევე სპონსორია კომპანია ვიტამინი, ვისაც ჩვენ დღეს ვესტუმრებით და გავატარებთ მათთან ერთად დროს უმთავრეს ფილიალში. წავიდეთ და ვნახოთ, რას აწარმოებს კომპანია ვიტამინი და როგორ ეხმარება სპორტსმენებს და როგორ ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია ფიტნეს მიმართულებით. ჩვენი დღევანდელი ვიდეოს სტუმარი იქნება კომპანია ვიტამინის დირექტორი და დამფუძნებელი აკაკი მოწონელიძე, რომელიც გვიმასპინძლებს დღეს აქ ამ ფილიალში. აკაკი, მოგესალმები. მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის, ჩვენი არხისთვის და შესაბამისად მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვერდში დგეხარ. პირველი რაც მინდოდა ეს აუცილებლად ამით უნდა დამეწყო, როდესაც დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა და მოდი ბევრი დრო რო აღარ დავკარგო, ფანტასტიკური გარემოა, ეს არ არის ერთადერთი ფილიალი ვიტამინის, თუმცა ამ ყველაფერზე რასაკვირველია თანმიმდევრობით ვისაუბრებთ, მაგრამ აუცილებლად მინდა დავიწყო საუბარი აკაკისთან თემით, რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორ დაიწყეთ, როდის დაიწყეთ და რატომ დაიწყეთ ეს საქმიანობა? კი ბატონო, დავიწყოთ, მოგესალმებით პირველ რიგში. მიხარია რომ ისე გვესტუმრეთ, მოხვედით ჩვენთან ფილიალში და დღეს უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, უფრო ბევრ დეტალს გაგიბჟღავნებთ და გაგიჟღერებთ. 12 წლის წინ დააფუძნდა კომპანია, მაშინ არ იყო ამხელა არჩევანი ამ პროდუქციის და ზუსტად აი ამან მოგცა ბიძგი, რომ შემოგვეტანა უფრო მეტი არჩევანი ყოფილიყო ბაზარზე და მე სპორტში ვიყავი, გრძნობდი ამ დეფიციტს, ვიცოდი რა იყო საჭიროებები და ზუსტად აი ეს იყო პირველი ნაბიჯები, როგორც დაიწყო კომპანიამ მუშაობა. ძალიან მაგარია ეს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე გრძნობს რაღაც დეფიციტს და შესაბამისად მე ცდილობს რომ გარკვეულწილად თავისი საქმიანობით აღმოფხვრას ეს პრობლემა, ეს უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და აკაკი მინდა კითხო, როგორ იყო რეაქცია, როდესაც პირველად დაიწყეთ აი ამ საქმეში პირველი ნაბიჯების გადადგმა? ლაშა, გაგიფხელ საიდუმლოს, თავიდან იყო ძალიან მინიმალური კაპიტალი, კომპანიას არ გააჩნდა დიდი რესურსი, რომ დიდი საქმე დაეწყო, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ მუშაობა. თავიდან იდეაც, როდესაც ეს ყველაფერი დავიწყეთ, იყო თხოვნიდან გამომდინარე. თავიდან საერთოდ კომპანია სანამ დაფუძნდებოდა, ძალიან ბევრჯერ მთხოვდნენ ხოლმე, რომ რაღაცის გამოწერაში დავხმარებოდი და რეალურად მაშინ აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ტიპის კომპანიები არ იყო, თუ იყო ძალიან მინიმალისტური პროდუქციით იყო წარმოდგენილი და ზუსტად იდეაც აი აქ დაიბადა და ეტაპობრივად რა თქმა უნდა პირველი ფილიალი გავხსენით და ესე რიგრიგობით 12 წლის განმავლობაში უკვე მე-16 ფილიალი გავხსენით წელს. თქვენც იყავით ამ ღონისძიებაზე, ჩვენმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა, პარტნიორმა, ამერიკელმა ბოდიბილდერმა კევინ ლერუნმა გახსნა ეს ფილიალი. გვესტუმრა წელსაც უკვე მე-13 ჩამოვიდა ჩვენი დაპატიჟებით ეს ადამიანი უკვე ჩვენთან და შეხვდა თავის ფანებს და ერთობლივად ესე ვაგრძელებთ მუშაობას და განვითარებას. ძალიან კარგი, ჩვენ ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ამ ფილიალის გახსნის ცერემონიის კადრებსაც და შესაბამისად ინტერვიუსაც, კომენტარსაც, მაგრამ იქამდე მოდი ნელ-ნელა დავიწყოთ ჩვენ უბრალოდ დათვალიერება, რომ მაყურებელსაც ვაჩვენოთ, რა სად ვართ, რას ვაკეთებთ და რისთვის არის ეს ყველაფერი და რა კატეგორიაზეა განკუთვნილი და მე ოპერატორსაც ვთხოვ, რომ ნელ-ნელა ესე გადავიდეს ხოლმე და დაათვალიერებინოს მომხმარებელს რეალურად რისი შეძენა შეუძლიათ აქ და რატომ უნდა შეიძინონ ვიტამინში და არა სხვაგან. კი ბატონო. თავიდან მხოლოდ წარმოდგენილი იყო კომპანიაში მხოლოდ სპორტული პროდუქცია, სპორტსმენები ძირითადი მასაა ჩვენი მომხმარებლების, თუმცა შემდეგ კომპანიის განვითარების შემდეგ ეტაპზე ჩვენ დავამატეთ ბადები, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები, რომელსაც არასპორტსმენებიც მოიხმარენ. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა ტიპის პრობლემების პრევენციისთვის, მაგალითად მხედველობის გასაუმჯობესებლად, გულსის ღძავთა, სახსრების და ასე შემდეგ. სხვადასხვა ტიპის პრობლემების თავიდან ასარიდებლად გამოიყენება ეს მცენარეული დანამატები და ეს არის ზუსტად ის პროდუქცია, რასაც ჩვენი
წინაპრები მინდორში გადიოდნენ და ეძებდნენ, რაღაცას ხარშავდნენ, ადრე იყო ხოლმე ძირითადად ხსნარების და ნაყენების სახით მოიხმარდა ადამიანს. ეხლა უკვე უფრო თანამედროვე ტიპის პროდუქცია დახლზე, კაფსულების სახით, soft-gel-ებში და სხვადასხვა ტიპის ფორმაში ფხვნილის სახით უკვე მარტივად შეუძლია გემრიელად რომ ადამიანმა მოიხმაროს და ეს სარგებელი, რასაც ბუნება გვაძლევს, მიიღოს ძალიან მარტივად და გემრიელად. მაგრამ ამასაც ალბათ თავისი ის აქვს, ხო პირობითად ეხა მე თუ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა მაწუხებს, მე მინდა უბრალოდ რომ ჩვენ მაყურებელმა კარგად გაიგოს. ამასაც თავისი დოზები აქვს და შესაბამისად ასე პირდაპირ მიძალება და რაღაცა განსაკუთრებული რაოდენობით მიღება თუნდაც სპორტსმენებისთვის ეს ალბათ დაუშვებელია. კი ბატონო, გეთანხმებით აბსოლუტურად ესეა. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ნებისმიერ პროდუქტს აწერია დანიშნულება, მცირედი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, მიღების წესიც რა თქმა უნდა, თუმცა ამ ყველაფრით ჩვენ არ კმაყოფილდებით და როდესაც საუბრობთ ძლიერ კომპანიაზე, მხოლოდ პროდუქტის გაყიდვით არ შემოვიფარგლებით და ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და იმაზე, რომ ჩვენი მომხმარებლები იყვნენ კმაყოფილები, რადგანაც გვჯერა, რომ მომხმარებელი, რომელიც კმაყოფილი იქნება და რეალურად შედეგს მიიღებს, ის ისევ დაბრუნდება და ეს არის რეალურად წარმატების გასაღები და მუშაობთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ სწორად შეურჩიოთ დაინტერესებულ ადამიანს სწორი პროდუქტი. მივცეთ სწორი რეკომენდაცია, თუნდაც დოზირებაზე, თუნდაც პროდუქტის შერჩევის დროს და ეს ნამდვილად გვეხმარება წარმატებაში. კი ბატონო, მოდი აიქით გადავინახოთ პროტეინებს ხედავ, ხო, ეს ძირითადად მე თან პარალელურად მინდა კითხვა გაკი, ზოგადად მომხმარებლის ტიპი, აი ვინ უფრო მეტად სარგებლობს თქვენი პროდუქციით, ამ შემთხვევაში იმ პროდუქციით, რომელიც ვიტამინის ფილიალებში შეუძლია შეიძინოს მომხმარებელმა, აგერ არის ეს მე თუ სწორად მივხვდი პროტეინები. გეთანხმებით ეს რო შეხედავთ ვიზუალურად, ხედავთ როგორ გემრიელად გამოიყურება და ესეთი სასიამოვნოც არის დასალევად როგორც გამოიყურება. ძირითადად არიან სპორტსმენები, ამ პროდუქციის მომხმარებლები, ჩვენს წინ კონკრეტულად ეს ბრენდი გახლავთ ბრიტანული ბრენდი, Applied Nutrition, რომელიც მსოფლიოში top 3 ბრენდშია და ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და სომხეთშიც. ველოდებით სხვათა შორის წარმომადგენლობას აგვისტოში Applied-დან და ძალიან გვიხარია, რადგანაც ისინი პირველად ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას და გარდა საქმიანი ურთიერთობისა ქვეყანასაც ნახავენ, გაეცნობიან ჩვენი ქვეყანას და დარწმუნებული ვარ კიდევ დაბრუნდებიან. ამ პროდუქციას მოიხმარენ ძირითადად სპორტსმენები, თუმცა ამ ბოლო პერიოდში შეინიშნება ექიმის რეკომენდაციით ოპერაციის შემდეგ კვების, როდესაც ვერ იკვებება პაციენტი, ამ დროსაც კი უნიშნავენ დანამატებს, თუმცა ადამიანს ინდივიდუალურად შეუძლია რომ გადაწყვიტოს თუ კი სჭირდება ცილის დიეტის დროს მეტი ცილის მიღება, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებით შეუძლია მოიხმაროს, იმიტომ რომ უკუჩვენება ფიზიკურად არ გააჩნია თუ რაღაც ძალიან დიდ დოზებს არ მიიღებს და არ დააღვევს იმ რეკომენდაციას, რაც შეფუთვაზეც აწერია და რასაც ჩვენს გავცემთ. კი, მთავარი ამ კითხვაზე პასუხი გაეცი შენ, რომ ანუ უკუჩვენება რასაკვირველია აბსოლუტურად ყველაფერს აქვს, უუნებელი პროდუქტი რომ მიიღო, შეიძლება იმანაც მოქცეს უკუჩვენება და ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს თითოეული ადამიანი, ვინც იღებს ამ ყველაფერს, რომ დოზები არ გადააჭარბოს და კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, ანუ ვინც სპორტით არის დაკავებული, თუნდაც ინდივიდუალურად არ გულისხმობ ამ შემთხვევაში პროფესიონალურ სპორტსმენებს, მოყვარულებს, ჩემნაირ ადამიანებს და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. აუცილებლად უნდა იცოდეთ რა არის სხვაობა. ეს არის საკვებ დანამატები თუ საკვების შემცველები და ამაზეც აკაკი გავხსენს პასუხს. ნამდვილად ეს კარგი აქცენტი იყო. ეს გახლავთ საკვები დანამატები, ეს ნიშნავს საკვების დანამატებითი მიღება, ანუ ამის სახით, ამ დანამატის სახით თქვენ სრულყოფილ დიეტას მიიღებთ, ანუ პროდუქტი, რომელსაც თქვენ კვების სახით იღებთ, შეიძლება არ იყოს სრულყოფილი დროის ფაქტორის გამო, შესაძლებელია ვერ იღებდეთ იმ კონკრეტულ ნივთიერებას, რაც გინდათ რომ მიიღებთ და ამ შემთხვევაში დამატებით იღებთ ამ პროდუქტს, რომ სრულყოფილი იყოს თქვენი დიეტა. ანუ მე კიდევ ერთხელ უფრო მეტად რომ გავმართოთ, აკაკი რომ გასაგები იყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პრეპარატების მიღების ხარჯზე თქვენ არ შეგიძლიათ ამოაგდოთ საკვები.
კი ბატონო, კი, ანუ პრეპარატი უფრო სამედიცინო. ხო, სამედიცინო მიმართ, კი ბატონო, დანამატი, ხო. იქნებოდა ამ შემთხვევაში სრულყოფილი ხვდით ამ დანამატების სახით, ამ დანამატების მიღების შემდეგ ჩვენი კვება, ყოველდღიური კვება უფრო სრულყოფილი შეიძლება იყოს ვიდრე სტანდარტული კვების შემთხვევაში, იმიტომ რომ არის დროის ფაქტორი. ბევრი ადამიანს არ აქვს საკმარისი დრო, რომ ის ჯანსაღი საკვები მოიძიოს, იკვებოს, რაც მას სჭირდება, მის ორგანიზმს სჭირდება, მის ჯანმრთელობას სჭირდება, შესაბამისად, ცილის გამდიდრების მიზნით, კონკრეტული ვიტამინების მიღების მიზნით, აი მაგალითად თქვენს უკან არის გაჩვენებთ mushroom super blends. ეს არის ასე იგი სოკოების ბლენდი 8 სახის სოკო შედის ამ პროდუქტში. ეს შიგთავსი ნასახით არის. ფხვნილის სახით არის ამ კონკრეტული შემთხვევაში. ეს სოკოები არის ძალიან სასარგებლო სხვადასხვა მიზნებისთვის, ესე იგი ეს არის იმუნიტეტისთვის, არის ენერგიისთვის, გონებისთვის, ამცირებს სტრესის დონეს და ძალიან სასარგებლო პროდუქტია ეს სოკოების ფხვნილი. ეს არის არასპორტული პროდუქტი, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელია იყოს განკუთვნილი. კი ბატონო, აკაკი აუცილებლად მინდა კითხვა ასაკთან დაკავშირებით, მით უმეტეს ახლა ჩვენ ქართველებს შეიძლება სხვა ერებსაც, მაგრამ ჩვენ რატომღაც განსაკუთრებით გვჩვევია ხოლმე, რომ ყველაფერი გვინდა ძალიან სწრაფად, ყველაფერი გვინდა ერთ დღეში და მთავარი ამ ყველაფერთან ერთად გვაქვს ჩვევა, რომ თვითნებურად მივიღოთ გადაწყვეტილებები რაღაცა მიმართულებები და აქ უკვე ასაკობრივი ზღვარი ხარ გულწრფ 5 და 6 წლის ბავშვებს, მაგრამ მოდი გავმარტოთ ესეც, რომ იცოდნენ განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში, რომელი ასაკიდან შეიძლება ამ დანამატებით სარგებლობა. საინტერესო კითხვაა, თვითონ პროდუქტის ეტიკეტზე ყოველთვის ხვდებით რეკომენდაციას, რა დოზით უნდა მივიღოთ, რა უნდა მივიღოთ, რა ასაკიდან უნდა მივიღოთ შეზღუდვები, აი აწერია თითქმის უმეტესობას, რომ წინასწარ არის საჭირო ექიმთან რეკომენდაცია, როდესაც ორსული იღებს პროდუქტს. აი ეს რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ. ძირითადად 18 წლიდან მარტივად იღებენ, თუმცა არის შემთხვევები, რომ სპორტული ექიმების რეკომენდაციით 14-15 წლიდან ძალიან მარტივად პროდუქტების უმრავლესობა მოხმარებადია კი. თანამშრომლობთ სპორტულ კლუბებთან, გუნდებთან, გააქვთ ეს პრაქტიკა? კომპანიას გააჩნია თავისი სადისტრიბუციო ხაზიც, ყველა მნიშვნელოვან სპორტ დარბაზთან თანამშრომლობთ, ვაწვდით უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, რა თქმა უნდა ეს ყველას ინტერესია, მომხმარებელიც კმაყოფილია სპორტ დარბაზით, ჩვენი პარტნიორები ყველანი კმაყოფილები არიან და ასორტიმენტიც დიდია, ასე რომ ის პრობლემა არ არსებობს დღევანდელ დღეს, რომ რაც უნდა მომხმარებელს ვერ შეიძინოს. ასორტიმენტი დიდიაო, რა რაოდენობის პროდუქტები გაქვთ? აი ესე ცალობით რომ გადავხედოთ ამ ყველაფერს. ჯამში გაგიკვირდებათ და 4000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია. სხვადასხვა კატეგორიაში გაერთიანებული, ეს არის სპორტული საკვები დანამატები, სპორტული მიზნებისთვის, ასევე გვაქვს თავის მოვლის საშუალებები, გვაქვს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატებიც, ასევე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყეთ წარმოებაც. აი, ეს არის ძალიან მაგარი, ეგ უნდა მეკითხა და თუ არ ვცდები, პლუს ამას კიდე აი ამ ყველაფერთან ერთად მაყურებელსაც მინდა ვკითხო, აქ გვაქვს წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია, ანუ ხო, ქართული ანუ ვიტამინს გააჩნია თავისი საწარმო, რო არ იფიქროს ვინმე, რომ მხოლოდ შემოტანილი პროდუქტებია და შესაბამისად მოდი ამ საწარმოზე კითხავ, რამდენი ხანია რაც საწარმო გახსენით და რა საწარმოებთ? ესეც რო განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს. ძალიან საინტერესო თემა, ალბათ ამ სტენდთან დიდი ხანი მოგვიწევს თქო. ვიგეთ სიამოვნები, ჩვენ არსად არ გვეჩქარება, მით უმეტეს როცა საქმეს ეხება. ძალიან საინტერესო ისტორიაა ესეც, დაახლოებით 2 წლის წინ კომპანიამ ისევ განვითარების მიზნით გადაწყვიტა, რომ ქონოდა თავისი საკუთარი საწარმო და ყოფილიყო უფრო დამოუკიდებელი რიგ შემთხვევებში. აწარმოე საქართველოს პროექტის ფარგლებში, მოხდა სესხის თანადაფინანსება, რითაც მადლობა მინდა უთხრა სააგენტოს და ყველა ხელმძღვანელ პირებს, ვინც დობა გამოგვიცხადა და ფიქრობ, რომ ვამართლებთ ამ ეტაპზე და ვავითარებთ და ვაგრძელებთ განვითარებას. ვაწარმოებთ იგივე ტიპის სპორტულ საკვებ დანამატებს, რის იმპორტსაც ვახორციელებდით. ამ ეტაპისთვის გვაქვს 40-მდე სახეობის პროდუქტი ჩვენს კატალოგში. მათ შორის არის ვეგანური პროტეინები, ამინომჟავები, კრეატინი, თევზის ქონის სხვადასხვა მცენარეების ფხვნილებია, კონკრეტულად
ამინომჟავები. ეს ყველაფერი ქართული პროდუქციაა, ხო? დიახ, ანუ, როდესაც ვიძახით ქართული, გულისხმობ რას, რომ იგივე ტიპის წარმოება ახორციელდება საქართველოში. აი, უმთავრესი ეს არის, რაც გულისხმება, რომ დამზადებულია საქართველოში და ჩვენი ეროვნული სიამაყე დამზადებულია საქართველოში და ეს ნამდვილად დიდი რამეა ჩვენთვის, დამატებითი мотиваციაა, რადგანაც ჩვენსაც ვაკეთებთ, ვავითარებთ და სიმართლეს გეტყვით, ბევრისთვის არ ყოფილა ეს გასახარი, რადგანაც ალბათ კონკურენციის ამბავში წარმოგვიდგინეს რამდენიმე კომპანიამ, ჰქონდათ ამაზე ზოგმა იუმორით გვითხრა, ზოგმა აქცენტი გააკეთა, თუმცა მთლიანობაში ხელს არ გვიშლის თანამშრომლობაში და მაინც წარმატებულად ვაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. მე არ ვიცი ვინ როგორ უყურებს და რანაირად უყურებს, მაგრამ ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ აქ წარმოებული იყოს და რატომაც არა, ხახნოთ, უკი შესაძლებელია ის, რომ საქართველოს აწარმოოს და არ იყოს ყველაფერი შემოტანილი უცხოეთთან და პლუს ამას აქ ერთი მომენტია. ის, რასაც თქვენ აწარმოებთ, ეს უნდა იყოს ხარისხიანი და შესაბამისად ალბათ მომხმარებელიც ამას განსჯის და განსაზღვრავს. ამის უკავშირები დადებითი, რა თქმა უნდა, გვაქვს და ეს ძალიან გვიხარია, მივესალმებით და დამატებით мотиваციას გვაძლევს, რომ ასეთი კარგი უკავშირი გვაქვს ჩვენი მომხმარებლისგან, რადგანაც ჩვენ თვითონ ვართ ქსელიც, გვაქვს შეხება ყოველდღიურად ამასთან დაკავშირებით, ვიცით ინფორმაცია თუ რას გცნობს, როგორი კმაყოფილია მომხმარებელი და ეს ორმაგად უფრო გვახარებს და გვაძლევს мотиваციას, რომ მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ვიმუშაოთ და ვიშრომოთ უფრო მეტი. კი ბატონო, მე მინდა ეხლა ჩვენ იქით გადავინაცოთ. თქვენ მე ვიცი რომ აი გარდა ამ ყველაფრისა კიდევ აწარმოებთ და გაქვთ თქვენი წყალი, ხო, ვიტამინიზირებული, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და შეგვიძლია, ხო, პირველი პროდუქტია ერთ-ერთი. აი ესეც რო განუმარტოთ, მით უმეტეს ალბათ სავარჯიშო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა დიდი. აი ასეთი ბოთლი, ასეთი შეფუთვით არის და უბრალოდ რომ განუმარტოთ ეხლა თან მომხმარებელს რა შედის ამაში, აი ვიტამინები. ეს არის ჩვეულებრივი წყალი. ეს არის ჩვეულებრივი წყალი, რომელსაც გააჩნია სასიამოვნო არომატი. მოტკბო გემო აქვს, დამატებული აქვს B ჯგუფის ვიტამინები, B6, B3 და C ვიტამინი და არ შეიცავს არანაირ შაქარს, ანუ 0 შაქარი აქვს, მათ შორის შეუძლია იმ ადამიანმა მოიხმაროს, ვისაც შაქრის პრობლემები გააჩნიათ და თქვენთან განსაჯეთ როგორი გემოობს. მივიდეთ. ხო, კი ბატონო. ძალიან სასიამოვნო დასალევია. თავისი არომატი აქვს. თან ყველაფერთან ერთად და გემო, ეს მოტკბო გემო აქვს. ვინც დიეტაზეა, ყველას ტკბილი სურს რომ მივითვას, მაგრამ მათ ეგზალებათ და შაქრის შემცველზეა, ეს არის სუკრალოზას ბაზაზეა ეს პროდუქტი და შესაბამისად თავსებადია დიეტების დროს. ძალიან მაგარია რომ იცოდეთ, ასე რომ განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დარბაზში ვარჯიშობთ, აუცილებლად იქონიეთ თან აი ასეთი შეფუთვის ბოთლი, ვიტამინები, უგემრიელეს წყალია და შეგვიძლია აქეთ აი ამ კუთხეში კიდე რამეზე გავაკეთოთ აქცენტი, მაგალითად იგივე თქვენი წარმოების არის ესეც და ესეც, ხო? ესე ჩვენი წარმოებული პროდუქცია, ეს გახლავთ BCA, რომელიც არის ამინომჟავების სამეულის ერთობლიობა, ეხმარება კუნთს აღდგენაში და კუნთის ტკივილის დროს, აი სპორტსმენები, როდესაც ბევრს ვარჯიშობენ, ნორმაზე მეც ვარჯიშობენ, კუნთის ტკივილი, როდესაც ძემჟავა გამოიყოფა, მაშინ აღინიშნება და მაგ დროს ზუსტად კუნთის დაშლას უშლის ხელს და აღდგენას აჩქარებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანი სამი ამინომჟავა, რის ბაზაზეც მზადდება ეს სასიამოვნო სასმელი და ყველას გირჩევთ, ვინც ვარჯიშობთ, თან გაიყოლეთ. ძალიან მაგარია. აკაკი, აუცილებლად ჩვენ ვისაუბრეთ ნაწილობრივ, მაგრამ მე ახლა მინდა რომ ჩვენ მაყურებელს შევთავაზო მცირე ხნით გადაუხვიოთ, სულ რამ აკაკი თქვა, გაუსვა ამას ხაზი, მაგრამ მინდა რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ამაზე. რამდენიმე დღის წინ კომპანია ვიტამინმა გახსნა ახალი ფილიალი, საკმაოდ ისეთი კარგი გარემო იყო, რა თქმა უნდა, ჩვენც იქ ვიმყოფებოდით. მოდით ნახოთ კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურის ამ სფეროში, რომელიც უშუალო მონაწილე იყო, ხო, აი ამ გახსნის ცერემონიის. მოვისმინოთ მისი კომენტარი, მისი შტაბ-ეშტილება და შემდეგ განვაგრძოთ აკაკისთან საუბარი.
ვიტამინთან თანამშრომლობა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მათ ჯერათ მაღალი ხარისხი ზუსტად ისე, როგორც მე. ისინი მომხმარებელს თავაზობენ იმ დანამატებს, რასაც თავად ვიყენებ. ეს ის სივრცეა, სადაც ადამიანები იღებენ შთაგონებას, სტიმულს, მოტივაციას და ზრუნავენ ჯანმრთელობაზე. ირჩევენ საუკეთესო საკუთარი მიზნებისთვის. საქართველო განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის. აქ ვგრძნობ სითბოს, პატივისცემას და გულწრფელ ინტერესს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი სტილის მიმართ. სწორედ ამიტომ ვიტამინთან ერთად აქ ყოფნა ჩემთვის სიამოვნებაა. მათ ნამდვილად შესანიშნავი საქმე გააკეთეს არა მხოლოდ იმ ახალი ფილიალის გახსნით, არამედ იმ ღირებულებების შენარჩუნებით, რაც ჩემთვის და ჩემი ბრენდისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მოკლედ, აი ასეთი იყო კომენტარი მორიგი ფილიალის გახსნის შემდეგ და როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, 16 ფილიალი გაიხსნა. აკაკი 16 ფილიალი ეს ნიშნავს, რომ თქვენ დასაქმებული ყავთ ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით რა რაოდენობის ადამიანები ყავთ დასაქმებული, იმიტომ რომ თითოეული მათგანის უკან მინიმუმ ერთი ოჯახი მაინც არის. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ 80-ზე მეტ თანამშრომელს ნამდვილად ასაქმებს ეს ორი კომპანია, მწარმოებელი და აქსესორიული მაღაზიები, ვიტამინის მინიმუმ 80 ოჯახი. მინიმუმ კი ბატონო 80 ადამიანი. კი, და განვითარებაზეც მინდა კითხო, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რომ ესეც ვიცოდეთ. ამ ეტაპისთვის გვაქვს გეგმა, რომ განვავითაროთ ჩვენი საკუთარი ბრენდი ვიტამინ ფაუერი, რადგანაც საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდა საწარმოს მშენებლობაში და საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა ამ ინვესტიციისთვის და ჩვენი აქცენტი და მიზანი არის, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ ქართული პროდუქტი. ამას რაიმე სპეციალური სერტიფიკატები და რაღაცები ჭირდება ალბათ, ხო? სერტიფიკატები ჭირდება, სხვათა შორის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც წლის ბოლომდე ჩვენ კომპანიაში გვაქვს გეგმა, რომ ISO 22000-ის მფლობელი იყოს საწარმო და ამ სტანდარტს უკვე ვამკვიდრებთ და ამაზე მუშაობთ აქტიურად. სერტიფიცირება არ გვიშლის ხელს ამ ეტაპზე, უფრო მეტად ჩვენი გადაწყვეტილებებია, რადგანაც გვინდა რომ სტაბილურად წარმოვდგეთ და პარტნიორობა დავიწყოთ სხვადასხვა კომპანიებთან, ამიტომ არ ვჩქარობთ, ესე რომ ვთქვათ, კიდევ უფრო მეტად გვინდა რომ დავრწმუნდეთ ხარისხში ჩვენს პროდუქტში და შემდეგ უფრო მეტად, უფრო სიამაყით და სტაბილურობით გამოირჩეოდეს ჩვენი კომპანია, რადგანაც გვაქვს გამოცდილება, რომ ბევრ კომპანიასთან გქონია ურთიერთობა და გქონიათ ხოლმე ხარვეზები და არ გვინდა მსგავსი სხვისი შეცდომები გავიმეოროთ და გვინდა რომ უშეცდომოთ ვიაროთ ამ წარმატების გზაზე. მოკლედ, აი ამ ინტერვიუს განმავლობაში, რაც ჩვენ გავიგეთ, პრინციპში დავიწყეთ ქრონოლოგიურად და მე გავიგე ერთი ის, რომ აკაკი და მისი კომპანია ამ შემთხვევაში ვიტამინი ორიენტირებულია მხოლოდ პროგრესზე და ძალიან მაგარია. ჩემთვის ერთ-ერთი მიუხედავად იმისა, რომ მე ამ შემთხვევაში არ მივეკუთვნები აქტიურად სპორტში ჩართულ ადამიანს, უბრალოდ გაოცებული ვარ ჯერ მარტო იმ პროდუქციით, რაც თქვენ გაქვთ და მე რასაკვირველია უმთავრესია ის, რომ გაქვთ თქვენი წარმოება, ასაქმებთ ადამიანებს და უშვებთ და აწარმოებთ ქართულ პროდუქციას და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. წარმატებას გისურვებთ, მიხარია რომ ქართულ ბაზარზე არის ასეთი კომპანია და შესაბამისად განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დაგვიმატებთ კიდევ რამდენიმე სიტყვა სიამოვნებით მოგესალმებით. ისევ დაგპატიჟებთ, შემიძლია გითხრათ. საწარმოში, აუცილებლად, იმიტომ რომ საინტერესოა რა პროცესით მიმდინარეობს აი ამ პროდუქციის წარმოება. კი ბატონო, ამ შენობაში სხვა სართულების გვაქვს, უახლოეს პერიოდში ვაპირებთ დავამატოთ უფრო მეტი პროდუქტი სპორტსმენებისთვის, ფიზიკურად აქტიური ადამიანებისთვის, სხვადასხვა ტიპის სპორტული აქსესუარები გვექნება, ინვენტარი გვექნება, -1 სართულზე, გახსნას მალე გვექნება და ისევ დაგპატიჟებთ აქაც და საწარმოში. ძალიან დიდი მადლობა. აკაკი მოწონელიძე, კომპანია ვიტამინის დირექტორი და დამფუძნებელი. მე აქვე გეტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით უმთავრეს ფილიალში, გარდა ამისა, ვიტამინს გააჩნია 16 ფილიალი, როგორც უკვე აღნიშნე, გააჩნია თავისი საწარმო და აკაკიმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ პროდუქციას აწარმოებს იმისათვის, რომ თქვენ საკუთარი თავი იგრძნოთ ძალიან კარგად. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო, მე უბრალოდ ერთს გეტყვით, რომ არ დაიზაროთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე დვალიშულთან, აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენი არხის გენერალური სპონსორია ლიდერ სპორტი, სპონსორია კომპანია ლაგი და რა თქმა უნდა სპონსორია კომპანია ვიტამინი, სადაც დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით. კიდევ ერთხელ, აი ეს წყალი აუცილებლად, როდესაც წახვათ სავარჯიშო დარბაზში, თან იქონიეთ. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.